გერმანიაში მიმდინარე მოვლენები კონკრეტულად ფრიდრიხ მერცის გადაწყვეტილება რომ შემოწმდეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ დიდი განსხვავებაა, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში ამოწმებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და როდესაც ეს ხდება დიქტატურის პირობებში. ნაწილი აღნიშნავს, რომ შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით რას აპირებს გერმანიის ახლადარჩეული მთავრობა, მათთვის არ არის საინტერესო. ქართულ ოცნებაში კი განმარტავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის პრობლემა არსებობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მერცის პარტიამ შეიტანა მოთხოვნა, რომელიც მიმართულია მესამე სექტორის საქმიანობის შესწავლაზე და რომელშიც არის 551 საპარლამენტო შეკითხვა. პოლიტიკო წერს, რომ კრიტიკოსებმა გამოძიება შეაფასეს, როგორც თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე. პირველი რაც თავარია გერმანია არის დემოკრატია, განსხვავებით ივანიშვილის დიქტატურისგან, იქ ერთი ადამიანი კი არ მართავს არაფორმალურად პოლიციებიდან თუ რა მნიშვნელობა აქვს, ხა დიქტატორი ყავთ. ფორმალურ თუ არაფორმალურ კი არა, არის დემოკრატია. ამიტომაც განსხვავება არის დემოკრატიულ სამყაროში, როცა ამოწმებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და როდესაც დიქტატურაში არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არ ამოწმებენ, არამედ მეგობარი ქვეყნების და პარტნიორი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსებას უწყვეტავენ და ახდენენ მათ სტიგმატიზირებას. ამიტომაც ყველანაირი პარალელი საქართველოს და გერმანიის შორის არის უბრალოდ არაადეკვატური. გერმანიაში ჩვენ ვხედავთ პროდასალური, ძლიერი პოლიტიკური გუნდის გამარჯვებას, რომელიც სწორად აფასებს მსოფლიოში არსებულ რისკებს, პუტინიზმის რეჟიმის რისკებს, დემოკრატიული და დასავლური სამყაროსთვის, მათი მოქმედებები, მათი განცხადებები, რომელიც ძირითადად ეხება საგარეო ველს და გავლენას ახდენს საქართველოზე, არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებული. შიდა პოლიტიკურ საკითხებში ისინი რას აპირებენ, ჩვენ ინტერესს ამ ეტაპზე საერთოდ არ წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის პრობლემა და ფინანსების პრობლემა არსებობს არ მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში, გავიხსენოთ მათ შორის ამერიკის მაგალითი და როგორც ჩანს, ახლა ამერიკის მაგალითს მიბაძავს. გერმანია შეიძლება იყოს მერე უკვე სხვა სახელმწიფოები, ჩვენ ამიტომაც მივიღებთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ამიტომაც მივიღებთ ახლა ამერიკული ფარას ანალოგს, სწორედ იმისაც, რომ ნებისმიერი უცხოური დაფინანსება იყოს გამჭვირვალე სახელმწიფოს უნდა ქონდეს საშუალება და რესურსი, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, ბოლომდე სრულად დაიცვას საკუთარი სახელმწიფო და ხალხი. ჩვენ ხედავთ, რომ გერმანიის როგორც ჩანს მომავალი კანცლერი უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას იწყებს და ამას სახელმწიფოს მნიშვნელობის საკითხს უწოდებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხედავთ, რომ ის საკითხები, რასაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის ვამბობთ, სულ უფრო მეტად აშკარა ხდება, მათ შორის ევროპაშიც. აქედან გამომდინარე, აი ესეთ უსაფუძვლო კრიტიკაზე მეტად მათ მოუწოდებდი, რომ ბევრი რამე ისწავლონ ჩვენგან, როგორც ჩანს მათ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში ჩვენი გადაწყვეტილებები გამოადგებათ.